2025 წლის 22-23 ოქტომბერს თბილისი უკვე მეკუთვეთ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს. მასზე მოწვეულია 60-ზე მეტი ქვეყნის მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიება ასევე მოიცავს თემატურ პანელებს, რომლებიც ტრანსპორტის, ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკის და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებებს შეეხება. გადაცემის მზადების დროს გამახსენდა ჩემი პირველი ინტერვიუ აზიის განვითარების ბანკის დირექტორთან საქართველოში ლესლი ბაერმან ლამისთან, როცა ის ახალჩამოსული იყო საქართველოში და როცა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ზოგადად ტელეკომენტარებისთვის და ინტერვიუებისთვის ისეთი ჩაკეტილები არ იყვნენ, როგორც დღეს არიან. ეს ექსკლუზიური ინტერვიუ იყო მაშინ ანალიტიკასთვის. ADB-ის სტრატეგიაზე ვსაუბრობდით საქართველოსთან მიმართებით და შარშან აზიის განვითარების ბანკის დირექტორმა ასეთი სურვილი გაგვეფრთხილა. ჩვენ არ გვინდა რომ საქართველო მხოლოდ გამტარი იყოს. ჩვენ გვინდა რომ მან ადგილზე დაიტოვოს ის ღირებულება, რაც შეიძლება შეიქმნას ვაჭრობიდან, მოგზაურობიდან. გვინდა მიწვდეს მუნიციპალურ დონეს, სოფლებს, მიწვდეს ადამიანებს. გვინდა უფრო ინკლუზიური ეკონომიკის ამბავი შეიქმნას და არა ლიმიტირებული ზრდის. როგორ შეიძლება შეასრულოს ეს ამოცანა საქართველომ, რომელიც ამ დრომდე აზიასა და ევროპას შორის საიმედო კარიბჭეთ ითვლებოდა და მისი სიახლოვე ევროპასთან იყო კიდეც რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით მისი მთავარი კონკურენტული უპირატესობა. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა შუა დერეფანში კონკურენტული მარშრუტების გამოჩნდა. შევეცდებით ეს სურათი გავაანალიზოთ საქმიანად ჩემს პირველ სტუმართან. ერთად ვიდეო საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების მენეჯერი დავით ფაღავაა ჩემთან ერთად. მოგესალმებით. დავით, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. დავით, მოდი ცოტა უფრო კონკრეტულად დავიწყოთ საუბარი და შემდგომ გავშალოთ, ესე ვთქვათ, უფრო ფართო სურათზე ჩვენი მსჯელობა. აი, რა სერვისები ქმნის კონკრეტულად დამატებულ ღირებულებას აი ამ ინდუსტრიაში, რომელზეც ვსაუბრობთ? ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ხედავთ, რომ ლოჯისტიკის და ტრანსპორტის მიმართულებით საკმაოდ ესეთი აქტიური ზრდა გვაქვს რაოდენობის მხრივ, თუმცა აქვე შეიძლება აღნიშნოთ, რომ ეს ზრდა არის უფრო ფრაგმენტული და არ არის ვერ თავაზობს ტრანზიტულ ტვირთებს, ისეთ სერვისებს, რომ სადაც შეიძლება შეიქმნას ღირებულება როგორც ქვეყნისთვის, ასევე ტვირთის მფლობელებისთვის. ამაში გულისხმობ გარდა ტვირთის მიღებისა და დასაწყობების სერვისებისა, მნიშვნელოვანია იყოს ისეთი ლოჯისტიკური ცენტრები, რომლებიც შეთავაზებენ ამ ტვირთის დამუშავების სერვისებსაც. ეს გულისხმობს მის კონსოლიდაციას, დეკონსოლიდაციას, შეფუთვას, გადაფუთვას, დასტიკერებას, მათ შორის დოკუმენტების მომზადებაში დახმარებას, საბაჟო პროცედურების შესრულებას, ასევე შეიძლება იყოს IT მხარდაჭერასაც გულისხმობს ERP-ისთან, WMS-ის ინტეგრაციას, ასე შემდეგ, რაც საერთო ჯამში კომპლექსურად მისცემს ტვირთის როგორც მფლობელს, ასევე მიმღებს მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზების საშუალებას. ამ ეტაპისთვის შეიძლება ითქვას, რომ ესეთი კომპლექსური ლოჯისტიკური ცენტრები არ გვაქვს საქართველოში, არა და ზუსტად ამ სერვისებში იქმნება დამატებითი ღირებულება და ამისი მაგალითი, თქვათ, საერთაშორისო გამოცდილებიდანაც გვაქვს, როდესაც ლოჯისტიკური კომპანიები, რომლებიც მსგავს კომპლექსურ სერვისებს თავაზობენ მსხვილ ტვირთმფლობელებს, თითოეული კლიენტისგან 20-30%-ით მეტ შემოსავალს აგენერებენ, ვიდრე საბაზისო და ჩვეულებრივი სერვისების დასაწყობება ტრანსპორტირების შეთავაზების დროს. ამიტომ ამ მხრივ პოტენციალი არის. თუ იმას შევხედავთ, რომ შუა დერეფანიც ისე თუ ასე პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე ფოკუსში არის მოქცეული და ინტერესი ძალიან დიდია. თუ შევხედავთ იმას, რომ შუა დერეფანის მონაწილე ქვეყნებშიც მიმდინარეობს ესე ვთქვათ აქტიური ჩართულობა ინფრასტრუქტურული პროექტებში, რამაც უნდა უზრუნველყოფს რეალურად გამტარუნარიანობის ამაღლება, ტრანზიტული დროის შემცირება, ხარჯების შემცირება ამ დერეფანისთვის, რომელიც ნაკლებად კონკრეტუნარიანია დღეისათვის მისი ესე ვთქვათ ალტერნატიული დერეფნებისთვის, გულისხმობ ჩრდილოეთის და სამხრეთის დერეფნებს. თუ შევხედავთ ამ ტენდენციას, რომ მიდის ესე ვთქვათ ინვესტიციები ამ კუთხით, ასევე საქართველოს მიყვება მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტებით გულისხმობთ სამაგისტრალურ გზას, რკინიგზის მოდერნიზაციას და ასე შემდეგ. მოლოდინი არის, რომ ტვირთები კიდევ უფრო გაიზრდება ამ დერეფანში. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ავყვეთ ამ რიტმს და ქართულმა მხარემ, ესე ვთქვათ, ის მომენტი, როდესაც
გეოგრაფიულ მდებარეობიდან გამომდინარე საქართველოს როგორც ვიცით აქვს ჰაბის პოტენციალი, ლოჯისტიკური ჰაბის, მაქსიმალურად მოხდეს ამის ათვისება და ამისათვის მზაობა არის ზუსტად ის, რომ ლოჯისტიკური ცენტრები ინფრასტრუქტურის მხარეს ცოტა უფრო დეტალურად რო ვისაუბროთ, აი რა არის თქვა ცენტრალური გეფები, რომლებიც შესამჩნევი არის საქართველოში. კი ბატონო, კონკრეტულ უნარიანობაზე ვსაუბრობდი და მთავარი ესე ვთქვათ ფაქტორები, რითიც თქვა ჩამორჩება შუა დერეფანი, მათ შორის არ მხოლოდ საქართველოს მხარე მთლიანი დერეფანი, მის ალტერნატიულ დერეფნებს, ეს არის გამტარუნარიანობა, გულისხმობ იმას, რომ მაგალითად საქართველოს რო ვისაუბროთ, მაქსიმალურად ამ დროისათვის ათვისებულია ის გამტარუნარიანობა, რაც პორტებს გააჩნია. რკინიგზაც მაქსიმალურად 90% უკვე დატვირთულია გამტარუნარიანობის კუთხით. ინფრასტრუქტურულ ნაწილში გამოწვევები არის, როგორც სპორტის ნაწილში, საგზაო ნაწილში, ასევე რკინიგზის მხრივ. ეს საქართველოშიც, ასევე რეგიონის ქვეყნებშიც. თუმცა ტენდენცია, როგორც თქვი, აღინიშნება, რომ ინვესტიციები ამ მხრივ მიდის, იმიტომ რომ ევროკავშირიც უყურებს შუა დერეფანს როგორც ტვირთის, ესე ვთქვათ, მოწოდების ალტერნატიულ გზას და დივერსიფიცირებულ მარშრუტს, ამიტომ ინტერესი დასავლეთიდანაც არის და ცენტრალურ აზიის ქვეყნებიც ჩაერთნენ, ვთქვათ, ამ ინიციატივაში, რომ მაქსიმალურად გაზარდონ ამ შემთხვევაში გულისხმობ მაგალითად ყაზახეთის პორტში გაფართოების პროექტები, ბაქოში რკინიგზის ინფრასტრუქტურის განვითარებას სხვადასხვა ქვეყნებში. პრინციპში თქვენი საუბრიდან ისე გამოდის, რომ თითქოს ორივე მიმართულებით არის გამოწვევები. ერთი, რომ ვთქვათ, აითვისო ის, რაც რეალურად შესაძლებელია და ახლა არის შესაძლებელი ამის ათვისება და პლუს ვთქვათ, გაზარდო გამტარუნარიანობა, იმიტომ რომ თუ მოლოდინი არის, რომ ტვირთები გაიზრდება, სავარაუდოდ ეს რაღაც დამატებითი ინფრასტრუქტურის საჭიროებასაც არჩევს. გამოწვევა ამ მხრივ არის, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ სადაც 5 წლის პერსპექტივაში გამტარუნარიანობა, ასე ვთქვათ, ამ პროექტების შესაბამისად, რაც არის დაპროგნოზები, ორჯერ უნდა გაიზარდოს. ეს გულისხმობ, ვთქვათ, იმ მხრივ თუ ვთქვათ, ახალი პორტები აშენდება, გულისხმობ ანაკლის პორტს, ასევე დერეფნის მონაწილე ქვეყნებში განხორციელების ინვესტიციები, რაც არის დაგეგმილი, შესაბამისად, თუ არის მოლოდინი ტვირთების გამტარუნარიანობის გაზრდა, ასევე მნიშვნელოვანია მოხდეს ისეთი ღონისძიებების ჩატარება, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთის შემოსვლას ამ დერეფანში და არა მხოლოდ, ვთქვათ, გამტარუნარიანობის გაზრდას. ტვირთის შემოსვლა ზუსტად დერეფანში არის სწორედ აი იმ ოპერაციების შედეგად, რაც გულისხმობს, ისე ვთქვათ, კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ეს არის სერვისები, კომპლექსური ლოჯისტიკური სერვისების შეთავაზება, ერთი ფანჯრის პრინციპით, რახან ამ დერეფანს ახასიათებს და არის მულტიმოდალური და მრავალი ქვეყნის გადაკვეთა ხდება, სინქრონიზება და ჰარმონიზება იმ კანონმდებლობების და ტარიფების, რაც აძლევს მიცემს მას უფრო მეტ მაღალ კონკურენტუნარიანობას. შესაბამისად, ანუ მიმართულება არის როგორც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მხრივ ყურადღების გამახვილება, ასევე თვითონ ბიზნესის კუთხით, კერძო სექტორის მხრივ ინვესტიციების დახვედრება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მსგავსი ტვირთებისთვის და მსხვილი ტვირთების მომსახურებას, დასაწყობებას, მის გადამუშავებას და შემდეგ დანიშნულების ადგილამდე მიტანას. ხო, ჩემი შემდეგი კითხვა კომპანიების მხარეს გადავიდეთ, ეს არის თქვენი ძლიერი მხარე ამ შემთხვევაში, თქვენი სტუმრობის ჩემთან, მაგრამ იქამდე მოდით შევაჯამოთ, თქვათ, აი მოკლესვოთ ანალიზი რომ გავაკეთოთ, ესე ვთქვათ, დღეს აი ამ მარშრუტის, იმიტომ რომ საქართველოს შეიძლება რაღაცები გააკეთოს, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ საქართველოზე დამოკიდებული ვერ იქნება, იმიტომ რომ საკმაოდ გრძელი, ესე ვთქვათ, ფართო მარშრუტია და მოიცავს, ესე ვთქვათ, ძალიან ბევრ ქვეყანას. ხო, ამიტომ აი ცოტა უფრო ფართოდ მთლიან მარშრუტს რომ შევხედოთ, თუ არის შესაძლებელი და ესე ვთქვათ, რა შესაძლებლობები, გამოწვევები, სუსტი ძლიერი მხარეები აქვს აი კონკრეტულად ამ მარშრუტს, რომელიც საქართველოზე გადის. გამოწვევები, როგორც ვთქვით, დიდი არის და სწორედ კომპლექსურია იმ ხრივაც, რომ სწორედ აღნიშნავს, რომ მრავალი ქვეყანა არის ჩართული ამ დერეფანში და ყველა სხვადასხვა შესაძლებლობები გააჩნია, როგორც ლოჯისტიკური კუთხით, ასევე ვთქვათ, ფინანსური ინვესტიციების კუთხით ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. თუმცა გამოწვევებთან ერთად შესაძლებლობებიც რახან არსებობს, შესაბამისად ვხედავთ, რომ ეს ქვეყნებიც, მათ შორის საქართველოს ცდილობს მიყვეს ამ ტენდენციას და ის გეფები, რაც არის, ამ თავარი გეფი მაინც ფართო სურათულ შევხედავ არის ინფრასტრუქტურული გამტარუნარიანობა.
ასევე კანონმდებლობების ესე ვთქვათ ჰარმონიზება, რომ არ მოხდეს ტვირთის დაყოვნება დერეფანში, ეს გულისხმობს სატანისტო დროის შემცირებას, რომელთაც ჩამოგვჩებით ახლა ჩრდილოეთის დერეფანს მაგალითად. ამ მხრივ პრობლემები არის და გამოწვევებიც, თუმცა შესაძლებლობებსაც ვხედავთ და მნიშვნელოვანი შესაძლებლობები გამოვიყენოთ ამ ეტაპზე, როდესაც ჯერ კიდევ ფოკუსი და ინტერესი შუა დერეფანზე არის და ეს ვხედავთ, რომ არის მზარდი ამ მიმართულებით. ხო, რამაც უნდა განაპირობოს მე უკვე ამ დერეფნის სავარაუდოდ სტაბილური განვითარება მას მერეც, რაც ვთქვათ, არ ვიცი, შეიძლება შესუსტდეს ან საერთოდ მოიხსნას ეს სანქციები, ვთქვათ, რუსეთზე, რაც დიდწილად აკერხებს უფრო ადვილ მარშრუტს. აი ზუსტად ის რისკი რახან არსებობს, მოსწავლად აღნიშნეთ, რომ ვთქვათ, შეიძლება ის ვთქვათ, სანქციები დასრულდეს და რუსეთზე გადაინაცვლოს უფრო მეტად ოპტიმალურ, ესე ვთქვათ, ევროკავშირისთვის მარშრუტზე. იმისათვის რომ ეს ტვირთების სრულად გადამისამართება ისევ არ მოხდეს ჩრდილოეთზე, მნიშვნელოვანია რომ მათი ესე ვთქვათ, უხეშად დაბმა მოხდეს ამ დერეფანზე და ეს დაბმა სწორედ მოხდება ინფრასტრუქტურით და კომპლექსური ლოჯისტიკური სერვისებით, რომელიც კომფორტს შეუქმნის ტვირთის მფლობელსა და მიმღებსაც და შეთავაზებს ესე ვთქვათ, მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზებას. დადებითი გამოცდილების შექმნა უნდა მოასწროს, ესე ვთქვათ, ამ მარშრუტმა იქ. ამისათვის ესე ვთქვათ პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობას მნიშვნელოვანი არის ამ დერეფანზე, ისე ვთქვათ, სენსიტიურია ამ ფაქტორების მიმართ ტვირთის გადაზიდვა და ამ მხრივაც მნიშვნელოვანი გამოწვევები ჯერჯერობით არის. კი, და აი ეს უკვე დაწყებული ვთქვათ საუბრები კონკურენტულ მარშრუტებზე, რომლებიც კი ბატონო ისევ შუა დერეფანია, მაგრამ მაინც ესე ვთქვათ, ტვირთების დივერსიფიკაციისკენ მიმართულია, ხო ვთქვათ, ზანგეზური, ხო რაზეც ახლა არის საუბარი. აი ამ ეტაპზე ვთქვათ, ეს მარშრუტები როგორ შეგვიძლია რომ განვიხილოთ და არის თუ არა ამ კუთხითაც საფიქრალი ესე ვთქვათ. ზანგეზურის მხრივ ჯერჯერობით ცოტა ადრეა საუბარი რა ეფექტს იქონიებს. ფაქტი არის რომ უფრო მეტად ესე ვთქვათ მოხდება აზერბაიჯან-თურქეთ შორის ტვირთების გადანაწილება, თუმცა არასრულად გადასვლა. ეს კიდევ ერთი შეიძლება დადებითად შევხედოთ იმ მხრივ რომ დივერსიფიცირებას იწვევს ტვირთების, ამ მხრივ შეიძლება საქართველოს ცოტათი მოაკლდეს, თუმცა ისე და ისე ვიმეორებ ახალი ტვირთების რახან მზარდია მოზიდვა შესაძლებელი არის სწორედ იმ ლოჯისტიკური ჰაბების შექმნით და სერვისების შეთავაზებით, რომელიც უპირატესობას დაანახებს ტვირთის მფლობელს სხვა დერეფნებთან შედარებით საქართველოს და შუა დერეფნის უპირატესობას. ახლა მითხარით კომპანიებთან როგორ მუშაობთ ხოლმე, ესე ვთქვათ, რას ურჩევთ მათ აი ამ გაფართოების თვალსაზრისით, როდესაც ჯერჯერობით მაინც ვხედავთ, რომ ვთქვათ, საქართველოს შემთხვევაში გამოწვევები ალბათ უფრო მეტი არის, ვიდრე ვთქვათ, ტემპი, რა ტემპითაც შეიძლება ეს გამოწვევები ესე ვთქვათ ბალანსდებოდეს. ვიდეო ბოლო წლებია, რაც ეს ვთქვათ აქტუალიზაცია მოხდა შუა დერეფნის, ჩართული არის მსგავს საინვესტიციო პროექტების ანალიზში, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე რეგიონულ დონეზე. შესაბამისად უკვე კომპანიაში არის ის მყარი ნიადაგი, რითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოტენციურ ინვესტორებს შეგვიძლია სრულფასოვანი ანალიზი და რეკომენდაციები შევთავაზოთ, რა მიმართულებით შეიძლება განვითარდნენ, რა არის მოთხოვნა, როგორი ტიპის ტვირთები შემოდის დერეფანში, როგორი ტვირთებს უნდა ველოდოთ მომავალში, ამის შესაბამისად რა სერვისები იქნება უფრო უპრიანი, რომ შეთავაზოს ბაზარს ლოჯისტიკურმა ინდუსტრიამ. შესაბამისად ეს ცოდნა დაგროვებული არის როგორც ჩვენს ოფისში, ასევე რეგიონალურ გლობალური ოფისების გამოცდილებიდან გათვალისწინებით და ამ მხრივ ვთვლით, რომ ხო პირველ რიგში რახანის გამოწვევები არის ამხელა და ცოტა გაურკვეველ ვითარებაში გვიწევს ოპერირება მთლიანად მსოფლიოს. მნიშვნელოვანი იქნება წინარე, ასე ვთქვათ, საფუძვლიანი კვალიფიციური ანალიზის ჩატარება, მანამ სანამ ინვესტიცია განხორციელდება, რომ წინასწარ ვიცოდეთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რა არის მოთხოვნა, რა სერვისებია მოთხოვნილი ტვირთების მფლობელების მხრიდან, რა შექმნის დამატებით ღირებულებას და შესაბამისად ლოჯისტიკურ კომპანიებს და ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს შეუქმნის დამატებით, ასე ვთქვათ, შემოსავალს და კონკურენტულ უპირატესობას სხვა კომპანიებთან მიმართებით. ამ მხრივ ვთვლი, რომ ვიდეოს გამოცდილება აქვს და დამოკიდებული იქნება უშუალოდ ვთქვათ ინვესტორის ინტერესებზე, მის ასე ვთქვათ შესაძლებლობებზე, საინვესტიციო შესაძლებლობებზე და ამ მხრივ უკვე ანალიზში შეგვიძლია ჩვენი ვთქვათ გუნდი, ჩვენი კომპანია ჩაერთოს და მასთან ერთად ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი ანალიზი გავაკეთოთ და პროექტებს დავუდოთ დასაბამად. აი ინვესტორებზე ვთქვათ აი და ამ კომპანიებზე აი პროაქტიულად რისი გაკეთება შეიძლება თუ ეს იმდენად
დიდი PPP პროექტია, რომ ესე ვთქვათ, სახელმწიფოც უნდა აყვეს ამტებს და მთავარი, ესე ვთქვათ, ტონის მიმცემი ამ შესაძლებლობების ათვისებისთვის პირველ რიგში უნდა იყოს სახელმწიფო. კერძო ბიზნესის, ახლა ვთქვათ, PPP პროექტების ნაწილში შეიძლება უფრო მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იყოს უპრიანი და ესეც არის თქვა პორტების მშენებლობა იქნება ეს რკინიგზების თუ სხვა რაღაც მნიშვნელოვანი ობიექტების, თუმცა კერძო სექტორის ნაწილში ეს არ არის იმდენად კაპიტალ ინტენსიური, რომ თქვა მნიშვნელოვანი იყოს აუცილებლად სახელმწიფოს ჩართვა, სახელმწიფოს ხელშეწყობა მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ კანონმდებლობის დონეზე იქნება ეს თუ სხვა მხრივ ეს გამართული ინფრასტრუქტურა იყოს ქვეყანაში და ქვეყნებს შორის ურთიერთობა. შეიძლება ალბათ ჩავთვალოთ. ხო, ანუ ამ მარშრუტის ათვისებისთვის თუ კი კერძო სექტორსაც ხელში რაღაც ინსტრუმენტი ვახსენებ ჩართულად ამ პროექტებში ყოველ შემთხვევაში იყო კერძო ინვესტიციები და ინტერესი როგორც ადგილობრივი კომპანიების მხრიდან გაფართოების ნაწილში ასევე ასე ვთქვათ რეგიონალური დონის ინვესტორებიდანაც შესაბამისად თვითონვე ხედავენ ინტერესსაც და პოტენციალსაც და ჩვენ ვეხმარებით იმაში რომ ეს პოტენციალი და ინტერესი სწორად შეფასდეს რისკები სწორად გაანალიზდეს და შესაბამის ინვესტიცია განხორციელდეს ნაკლები და თქვენ ახსენეთ ერთ ძალიან საინტერესო ფრაზა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა ლოგისტიკური ჰაბი გახდეს, ეს ნაკვლევი აქვს BDO-ს, და ვთქვათ, აი რა არის აი ის მახასიათებლები, რამაც შეიძლება ლოგისტიკურ ჰაბად, ასე ვთქვათ, მოიაზროს საქართველოს. ლოგისტიკურ ჰაბად ზოგადად რომ ვისაუბროთ რა ფაქტორები განაპირობებს, ერთის მხრივ არის რა თქმა უნდა გეოგრაფიული მდებარეობა, ის უნდა იყოს გადაკვეთაზე რაღაც მარშრუტებისას და ეს საქართველოს აქვს ბუნებრივია აზიასა და ევროპას შორის მდებარეობს და თუნდაც პირდაპირ კავშირი აქვს ევროპასთან, აზიის ქვეყნებს ჩვენი გავლით, ეს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საქართველოში გვაქვს. მეორე მხრივ ჰაბად ჩამოყალიბება არის კიდევ ერთხელ გავამეორებ ის სერვისები, რაც ლოჯისტიკურ ჰაბმა უნდა შეთავაზოს ტვირთის მფლობელებს ტრანზიტულ ტვირთზე. ეს არის ის კომპლექსური სერვისები, რაც უნდა იყოს მსხვილი ლოჯისტიკური ცენტრების გავლით, შეთავაზება, ტვირთის მიღება, დამუშავება, გადამუშავება, დეკონსოლიდაცია, გადაფუთვა, დასტიკერება, სხვადასხვა მსხვილი სერვისების შეთავაზება ერთ ცენტრში. ეს უკვე იწვევს იმას, რომ ტვირთების, ესე ვთქვათ, დაინტერესება ერთი ფანჯრის პრინციპი და ერთ ლოკაციაზე მიწოდების ჯაჭვის ბევრი პროცესის ლოკალიზება და აუთსორსინგი. ამ მხრივ გეოგრაფიული მოცემულობა. ხო, გეოგრაფიული თვალსაზრისით ამის შესაძლებლობა არის, რა თქმა უნდა, ეხლა უფრო მეტი კონცენტრაცია მოთმო გავაკეთოთ ლოჯისტიკური ცენტრების შექმნაზე, იმ სერვისების შეთავაზებაზე, რაც ტვირთის მფლობელებს შეუქმნის კომფორტს და ინტერესს საქართველოში გაჩერდეს მისი ტვირთი, მოხდეს აქ გადამუშავება და შემდეგ განაწილდეს თქვა ევროპის თუ სხვა ბაზრებზე. რაც ასევე არის ის დამატებული ღირებულება, რომელზეც ჩვენ ვილაპარაკებთ, რასაც ქალბატონი ლესლი ამბობდა, რომ არ გვინდა რომ მხოლოდ გამტარი იყოს ადგილზე შექმნა შესაძლებლობა დამატებითი ღირებულების შექმნის და იმიტომ დღესდღეობით მაინც უმეტესად არის შეთავაზება ზოგადი საბაზისო სერვისების, ეს არის თქვა ტრანსპორტირება, დასაწყობება, მაგრამ იმ შემთხვევაში თანხის გადახდას, რაშიც უღირს ტვირთის მფლობელს, ეს არის ის დამატებითი სერვისები, რაც მას, ასე ვთქვათ, უადვილებს ცხოვრებას და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზებას უკეთებს და დროის შემცირებასაც იწვევს და ხარჯების შემცირებასაც მისთვის შესაბამისად ეს პოტენციალი არსებობს, ამაზე ფიქრის დაწყებულია, ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით და ინტერესი, თქვა კომპანიების მხრიდანაც, თუმცა უფრო მეტი ინტენსიურობით ვისურვებდი, რომ იყოს ამ მიმართულებით ფიქრი. ნამდვილად ბევრი მიმართულებით და ბოლოს თქვენი საუბრიდან ისეთ შთაბეჭდილება მრჩება, რომ პრაგმატული ინტერესი უნდა იყოს საქართველოსი, რომ ამ მარშრუტზე აზია იქნება ეს თუ ევროპა იქნება ეს იყოს, ასე ვთქვათ, დივერსიფიცირებული ეს ინტერესები და საქართველოს კარგი ურთიერთობები ქონდეს როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს, იმიტომ რომ ეს ალბათ არის საქართველოს აი გამოკვეთილი, ასე ვთქვათ, უპირატესობა, არ ფიქრობთ ასე? კი, სწორად აღნიშნეთ, ეს ურთიერთობები როგორც დერეფნისში ჩართული ქვეყნებთან, ასევე ტვირთის მიმღებებთან, თუმცა ევროკავშირი იქნება თუ ტვირთის ძირითადად მფლობელები, ვინც არიან გამოგზავნები ჩინეთის მხარე, ამ შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანი არის აი ის ბალანსის დაცვა, მათთან კარგი ურთიერთობის ქონა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გამყარება.
და ასე ვთქვათ ამ ქვეყნებთან ერთად ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს და ვთქვათ გარანტია იქნება სტაბილურობის ამ დერეფნის და მომავალი განვითარების. კი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც სულ იმას ამბობენ, რომ ბენქაბალ ეს პროექტი, ანუ კომერციულად მიმზიდველი ეს მარშრუტი იქნება იმ შემთხვევაში, თუ რაღაცა დოზით ჰარმონიზაცია იქნება ამ მარშრუტზე განლაგებულ ქვეყნებს შორის, ხო? ანუ იქნება ეს პროცედურები, იქნება ეს ტარიფები და ასე შემდეგ. სიმართლე გითხრათ, არის ახლა ძვრები, ვთქვათ, ცდილობენ ეს ქვეყნები, მათ შორის ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველოც იყო ინფორმაცია, რომ ვთქვათ, ტარიფების ჰარმონიზებას და ერთიანი ტარიფების შემოღებაზე არის. საუბარი შესაბამისად, როგორც ჩანს, სამხრივ მუშაობა მიმდინარეობს და ეს დამატებითი სტიმული შეიძლება იყოს ადგილობრივი კომპანიებისთვის, იმის განსაჭრელად, რომ მომავალში კიდევ უფრო შეიძლება მიმზიდველი გახდეს დერეფანი ტვირთებისთვის და თვითონ მომზადებული დახვდნენ თავიანთი ვთქვათ სერვისებით, რომ მოემსახურონ ტვირთს და რაც შეიძლება ესე ვთქვათ მასშტაბური და დიდი ზომის ტვირთების გადამუშავება შეძლონ. ეს პრობლემას დღესდღეობით არის, რომ დიდი მასშტაბის ტვირთების ერთ ლოკაციაზე გადამუშავება დღესდღეობით შეზღუდულია საქართველოში. უღრმის მადლობა დავით, ამ ძალიან საინტერესო საუბრისთვის. სულ ბოლო კითხვა ჩემგან შევაჯამოთ და აი რა შეიძლება დარჩეს ესე ვთქვათ რეკომენდაციის ამ მთავარი გზავნილების სახით, აი პრიორიტეტულად თუ შეიძლება გაწერა ვთქვათ სამი ყველაზე მთავარი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას, ან დაწყებული უნდა იყოს ფიქრი ამაზე და ასე შემდეგ, რომ აი კონკურენტულები დავხვდეთ უკვე იმ პერიოდს, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, არა მხოლოდ ვთქვათ აქ და ახლა, არამედ ვთქვათ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდს, მით უმეტეს თუ ჰაბის პოტენციალის ათვისება გვინდა საბოლოო ჯამში. შევხედავთ, პირველ რიგში ისევ და ისევ რჩება ალბათ ინფრასტრუქტურული გეფების აღმოფხვრა და ამაზე უფრო აქტიური მუშაობის დაწყება. მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ამ თქვათ ტენდენციას ფეხი აუწყონ ასევე ინდუსტრიის წარმომადგენლებმაც და გულისხმობ ახალი სერვისების შემოღებას, დამუშავებას და შეთავაზებას ბაზრისათვის, ასევე უფრო მეტი ლოჯისტიკური ცენტრების შექმნის კუთხით დაინტერესებას ამ მხრივ შესაძლებელია სახელმწიფოს ჩართულობაც და ესე ვთქვათ დახმარებაც ამ მხრივ. და მესამე ნაბიჯი შეიძლება იყოს უკვე რომ შევაჯამოთ, ესე ვთქვათ, ამ გადაწყვეტილებების რახან ესე ვთქვათ, ესეთ არაპროგნოზებად გარემოში გვიწევს ოპერირება, მნიშვნელოვანია ნაბიჯების გადადგომა და მისი ანალიზი, ინვესტიციის რისკების შეფასება, სწორი მიმართულების მიცემა, სწორი მოთხოვნის და პოტენციური ტვირთის სახეობების განსაზღვრა, რომელზეც შემდეგ მოხდება უკვე ამ სერვისების მორგება, აწყობა და შესაბამისად დამატებითი ღირებულების შექმნა ინდუსტრიაში. და ყველა ეტაპზე კონსულტაციები ჩემ მხრიდან დავამატებ ისეთ ექსპერტულ ორგანიზაციებთან, როგორც არის ვიდეო. ძალიან დიდი მადლობა დავით. თქვენი დროისთვის. დავით ფაღავა, ვიდეო საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების მენეჯერი საუბრობდა თქვენთვის პირდაპირ ეთერში.